ცუდად ვარ. გონი ვეღარ გავძლებ რა. დართული ყოფილი. მომდევნო 24 საათის განმავლობაში ვაპირებ რომ უარი ვთქვა ყველანაირ საკვებზე და მივიღო მხოლოდ და მხოლოდ წყალი. ანუ გავაკეთო ფასტინგი და რახანის პირველი ჯერია ვაპირებ რომ დავიწყო მხოლოდ და მხოლოდ 24 საათით. თქვენი აზრით გამომივა? და სანამ ვიდეოს დავიწყებ, მოდი ერთი წამით გავიგოთ თუ რა ხდება რეალურად სხეულში, როცა 24 საათი არაფერს ვჭამთ. პირველ რიგში სხეული შოკში არ ვარდება. უბრალოდ წყვეტს ენერგიის მიღებას გარედან და იწყებს იმ რეზერვების გამოყენებას, რაც უკვე აქვს. პირველ საათებში მუშაობს გლიკოგენი, ანუ შენახული ენერგია, რაც სხეულში გვაქვს. მაგრამ როცა ეს იწურება, დაახლოებით 12-16 საათის შემდეგ, აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. სხეული გადადის ეგრეთ წოდებულ fat burning რეჟიმში, ანუ იწყებს ცხიმის გამოყენებას ენერგიისთვის. ამ დროს კეტონებიც წარმოიქმნება, რაც ტვინისთვის ახალი საწვავია. და კიდევ ერთი საინტერესო რამ, ირთვება პროცესი, რომელსაც ავტოფაგი ჰქვია. მარტივად რომ ვთქვათ, სხეული იწყებს თავის დასუფთავებას შიგნიდან. მაგრამ ეს ყველაფერი იდეალურად არ ხდება. რეალობაში შეიძლება იგრძნოს შიმშილი, გაღიზიანება, ენერგიის ვარდნა და ის მომენტი, როცა უბრალოდ გინდა რაღაც ჭამო. რაც შეეხება შედეგებს, ერთ დღეში სასწაულს არ უნდა ელოდო. წონაში რასაც იკლებს ძირითადად წყალია და არა ცხიმი. მაგრამ თავარი აქ რაც ხდება, ეს მხოლოდ დისციპლინა და თვითკონტროლია და ის შეგრძნება, რომ შენ შეგიძლია საკუთარ თავზე კონტროლი. და ხო, ეს არის უბრალოდ ექსპერიმენტი და არა რაღაც ჯადოსნური მეთოდი წონის დასაკლებად. დილა მშვიდობის მეგობრებო, ისევ ერთი მისალმება აინიდან, თუმცა ამჯერად არ გვექნება ყავიზალების კადრები, ვინაიდან დღევანდელი ვიდეო არის 24 საათიანი ფასტინგის შესახებ, ანუ ვაპირებ რომ 24 საათის განმავლობაში არ მივიღო არანაირი საკვები, ეხა არის 10-11 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღის 10-11 წუთამდე მე არ ვაპირებ რომ არანაირი საკვები არ მივიღო, მხოლოდ და მხოლოდ წყალი. იმისთვის რომ 24 საათიანი ფასტინგი კიდევ უფრო გავართულო, ვაპირებ რომ ამ დროის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში ვივარჯიშო და ვიმუშაო. რა თქმა უნდა, თუ ამის ენერგია მექნება. მაგრამ მე ხომ წინა ვიდეოში დოპამინით შევივსე, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 საათიანი ფასტინგი ჩემს ორგანიზმში ენერგიას ვერ ჩაგვდებს. აი, ხო იცი? ფასტინგის პირველი საათები როგორც მოსალოდნელი იყო მარტივი ჩანდა. ჯერჯერობით საერთოდ ამშია. მართალია ნიკა, ჯერჯერობით. 5 minutes later. ჯერ არის 12-ის ნახევარი და უკვე ისე მშია, რომ კუჭი მტკივა და აწი რა იქნება ვაფშე ხო წარმოვიდგენია. 4 საათის შემდეგ უკვე ყველანაირი საკვები იქცევდა ჩემს ყურადღებას, თუმცა მე წყალით მშვენივრად მანაყრებდა. სამუშაო საათებმა ასე თუ ისე მარტივად ჩაიარა, თუ ამას მარტივი ერქვა. მაგრამ ყველაფერი მაშინ გართულდა, როცა მივხვდი, რომ სავარჯიშოდ ასეთი უენერგიო უნდა წავსულიყავ. უკვე 6 საათი გავიდა და მაგრად მშია რა. რთული ყოფილა. ზუსტად 7 საათი გავიდა უკვე, რაც ფასტინგი დავიწყე და რა თქმა უნდა, არაფერი მიმიღია წყლის გარდა. რა ვიცი, მართლაც გეტყვით, რომ უკვე ძალიან მაგრად მშია. ეხა ვარჯიშზე მივდივარ და ენერგიაც საერთოდ არ მაქვს რა, შეიძლება ითქვას. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ. ეხა მოვედი ვარჯიშზე. უჭმელი, უსმელი, რა თქმა უნდა, და რავი, ენერგია როგორც გითხარით, ძალიან ნაკლები რა. მაგრამ არა უშოს. თითი დასმუტი. საერთოდ ენერგია ყო. თქმა უნდა, მაინც ვარჯიშს ვიწყოთ კარდიოში და გაყურებით. ჩვენ თავი ვარჯიში იქნება გირები და იმშიერი ვარ. რა უშოს რა. All this time I've been holding on so tight, 'cause all that I do was easy to use. So hold my time, but you weren't really mine, just something to do. Thought I never knew. No surprise, but nevertheless, I'm still stuck in self-defense. No surprise, but nevertheless.
შეერზე როცა ვადიშობთ ნასტურია რა. არ მეგონა სულ მიგები. აბა წლის ხარჯზე ამიტომ დამუშავე დავარჯი. მაგრამ არა უშავ წინ. ცოტა დარჩა. When I look in your eyes, I just want to be next to you. I get lost when I look in your eyes. What do you mean? ორჩი ვარჯიშს. ამ შვენიერი ვარჯიში გამომივიდა იმის ყველაფერზე რომ საჭმელი არ მაქვს ნაჭამი და ხოლო წყალზე ვარ. დავედი სახლში და შევჭამ წყალს რა. აუ რა ადგება ხა. ეხლა დაურეკავ ჩემს მეგობრებს სათითაოდ რამოდენიმეს და ვკითხავ ერთი რას ფიქრობენ ჩემს ფასტინგთან დაკავშირებით და თუ გონიათ რომ შევასრულებ რა. პირველი იყოს ბატონი ვალერიან ღულაძე. გესმის? ბიჭო მომისმინე. შენი აზრით 24 საათი ვაფშე რო არაფერი არ ვჭამო რა, აი ვაფშე არაფერი და მარტო წყალი რო დავლიო. გავკაჩაო? არა, მაშინ თან რას გაკაჩო? რატო ვერ გავკაჩო? რატო? 24 საათი? ხო, ანუ დილიდან საღამომდე. დილიდან დილამდე. არა, შანსი არ არსებობს. შენ დაიბრიდები. ვერა, შანსი არ. хорошо. კაი. ეხლა მეორესაც დავურეკოთ. რა შვები ქალბატონო თამარ? შენ აშვები ხომ მიდივარ სახლისკენ. გოგო მომისმინე შენ თამარ ასეთი შეკითხვა. შენი აზრით 24 საათის განმავლობაში აი ვაფშე რო არაფერი არ ვჭამო რა, ერთი ლუკმა არაფერი ვარ ჩავიდო, მარტო წყალზე რო ვიყო. გავკაჩაო? კი, როგორ არა. გავკაჩო, ხო? კი. хорошо, კაი. აი ადამიანს ჯერა ჩემ. მე დავამტკიცებ რომ შემიძლია და გავკაჩავ. ცოტა კი მიჭირს ახლა. მალე გავარა 7 საათია უკვე. ეხა ბონუსად დავურეკოთ დედაჩემს და ცოტა პანიკიური ქალია. ხო და ახოთ ერთი დედაჩემს რა რეაქცია იქნება. ხოდე. დედა ქცალია ერთამ? 24 საათის განმავლობაში ვაფშე შენი აზრით რო არაფერი არ ვჭამო და წყალზე ვიყო მარტო გავკაჩაო დილიდან დილამდე? შენი აზრით? წყალზე ყოფნას რა ვიციდე. შენი შტუნაგობა რო ვიცი, არა მგონი. აჰა. კაი. ფიქრობ რომ გაკაჩაო? მე ვფიქრობ რომ გავკაჩო. კაი. კაი. გამოკითხავს ეტარე? კი ბატონო. კაი, გინაცვა. ხალხი რო გიცნობს მაინც სხვა არა, მაგრამ თაკო შენ საუოლისე. ესე იგი, მეგობრებო, 11 საათია ხა და მოხდა ის, რაც არ მიდოდა რომ მოხდარიყო. შაურმას ველოდები. ესე იგი, ხა რა ხდება? 24 საათი გავიდა ფასტინგიდან, რა. გუშინ დავიწყე საღამოს. მართალია დილას ჩავწერე ვიდეო, მაგრამ არა უშავს და იმედია ჩამეცლება ასე, ხო და გუშინს მე პირველად ჭამსაჭმელს. ხო და დავწყეცი. Tonight the music seems so loud. I wish that we სამოგარი. ოსაც სივი. What? Bro, what are you talking about, man? აუ ძალიან კაი. დღევანდელი ვიდეო ამით დასასრულს მივუახლოვთ და ჩემო მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და თუ ეს ვიდეო ავა 200 ლაიქზე მინიმუმ აუცილებლად გადავიღებ შემდეგ ჩელენჯს, რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ხო რა, მაინდა-მაინც დაპირება ხო არა საჭირო, გამოიწერეთ არხი და მინიმუმ 200 ლაიქზე აიყვანეთ. კარგად აბა და მომავალ შეხვედრამდე.